ხოდა აი შენ გვიყვარს ისეთი რუბრიკა გვაქვს ახლა ჩვენ გავარკვევთ რატომ გვიჩდება პერიოდულად ან გააჩნია ვიღაცას მუდმივი მოთხოვნილება აქვს რაღაც კონკრეტული საკვების მაგათ აი ტკბილეული, ცომეული რაღაცა მარილიანი სასუსნავი და ასე შემდეგ. ძალიან მაინტერესებს და მე მგონი მარტოც არ ვიქნები ამ ინტერესის ქვეშ, იმიტომ რომ მართლა ხო არის რაღაცას გითხოვს, აი ორგანიზმი ითხოვს. რას ითხოვს, რა უნდა, რა დავაკელი, ხო უნდა გავიგო თანამესუსნავეს მოვიწევ თუ შეიძლება თქვენის ნებართვით. მასაც ძალიან უყვარს უსნაობა, როგორც უმეტესობას ადამიანები ვართ და რაღაც გვაქვს ჩვენი სისუსტეები და დავუპატიშებ ჩვენ სტუდიაში საქართველოს ხმის პირველი სეზონის ფინალის გიორგი ჭიალაშვილს. ალიმპიის ახალგაზრდა გაზრდილი მინერალური წყალს ვთავაზობ და ასევე 0% ბრომატით. გიორგი, რას ფიქრობთ ასუსნავებთან დაკავშირებით? ჯერ პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მინდა რომ აქედანვე დავიწყო უკვე და ყველაფერი დეტალურად დავაგებონო. პირველი სად გაგექცა თვალი? შენსკენ. აქ ახარ თუ აქ ხარ თუ არა, არა შენსკენ, აი მას ზუსტად. პირდაპირ მასშტაბი დესერტზე წახვედი, ფინალში ხარ. ფინალში ვარ. შენიერი. მე მომწო შენი მისწრაფებები ზოგადად ყველაფრის ფინალში არსებობს, მაგრამ ეს რამდენად მოგვეწონება არ ვიცი. ანუ გიყვარს. რა თქმა უნდა. ყველანაირი, აი უფრო მარილიანი, უფრო არა, აი ტკბილზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი შემიძლია ღამე, აი 2 საათს, 3 საათზე გავიღვიძო და ჭამო εν რაოდენობით, თუმცა სანამ არ გამოილევა. მანამდე შემიძლია ვჭამო. აი დღის განმავლობაში საერთოდ არ მომინდება, მაგრამ აი ღამე. ვიცი, კაი, შეგიძლია გავიღვიძო და შეგიძლია და გაიღვიძე და არ შეჭამო არ გამოვა? არა. არა, უნდა ადგე და მაღაზიაში ჩავალ მაგისტრის და მიყიდა. გიორგი, ჩაი, სვამ და ჩახვა. და რამეს ხო არ უკავშირებ თქვა და ესეთი მოთხოვნილება რო გავს განსაკუთრებული რამე სტრესი ხო არ არის არაფერი მსგავსი არა აი უბრალოდ მინდა და უნდა ჩავიდე და გაგვიძე გინდას გამოგიყვა მოდი მაყურებელთან ერთად გავშიფროთ ჩვენი კვებითი მოთხოვნილების კოდი და შემოგთავაზებთ მათ ჯანსაღ ალტერნატივას იმისთვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ის რაც მას სინამდვილეში სჭირდება დავსვამ კითხვას რას ფიქრობს ადამიანი, როდესაც უნდება სასუსნავი? თან ეს ორაზროვე. აი რას ფიქრობს? უნდა. რას ნიშნავს ფიქრობს? ესეც არის და თან აი მართლა რას ფიქრობს? თან ცოტა საყვედურიც არის და თან ინტერესიც აქვე. და თანაც ალბათ რა გინდება ეს რაღაცეებზე მეტყველებს, ხო? აი მარილიანი გინდება, თუ ტკბილი გინდება, თუ იქნებ სულად რაღაც ხარე გინდება უცებ არსაიდან. ეს აშკარად რაღაცა სამედიცინო პასუხები ექნება ამას, ასე მგონია მე, ეს შეიძლება იყოს ცომეული მათ შორის. მოკეთ, გავარკვევთ რა იწვევს კონკრეტული საკვების მოთხოვნილებას ჩვენი ორგანიზმიდან. ისე რო ვთქვათ, სინამდვილეში ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზმიდან მოდის, თუმცა ჩვენი პასუხი არ არის ხშირად აი ამ მოთხოვნასთან ჯანსაღი, ესე ვთქვათ, დამოკიდებული კორელაციაში და ხშირად არ არის ხოლმე სწორი და ნუ ის რაც ჩვენ ორგანიზმს ჭირდება თქვა ის მოთხოვნა ხო ხშირად არასწორ იმაში გადაგვდის და სხვა რაღაცებს ვიღებთ ხოლმე რაც შეიძლება რეალურად მივიღოთ და ჯანსაღი იყოს მე თქვენს სწავლებას როდესაც ამომახსნევინეთ რატომ მინდებოდა ზოგჯერ ჭამის შემდეგ ტკბილის მიღება და დავაკვირდი როდესაც უგემურად შევჭამდი აი რაღაცა და არასრულფასოვან პროტეინის რაოდენობას მივიღებდი, მაშინ მინდებოდა ტკბილი თორე სხვა შემთხვევაში საერთოდ არ მინდებოდა და ამოიხსნა და დავაბალანსე კვება და სულაც აღარ მინდება ტკბილი. ძალიან კარგია რომ მიაგენი ზუსტად იმას. მე კი არ მივაგნებინებ. მიგაგნებიეს. ხო, ისეთი მეგობრები ყავს და ახლა ყველას მიგაგნებინო რა მიზეზებია. ბატონო, ხო, ახლა მოდი სხვა მიზეზებსაც მიგაგნებინებთ და ნუ ყველაზე ხშირი არის ტკბილის მოთხოვნილება პოპულაციაში რა. და ტკბილი არის მარტივად ვთქვათ, ჭარბი გლუკოზა. შაქარი, გლუკოზა. ოკეი, რომელიც არის, მან როცა ჩვენ გვაკლია ენერგია, ანუ სწრაფად გვინდა რომ აღვიდგინოთ. და გლუკოზა ეს არის ჩვენთვის ენერგეტიკულად ყველაზე ესეთი მარტივი, ხურდაფულივით ესეთი საკვები, რომელიც თან სისხლში მისი კონცენტრაცია ძალიან სწრაფად იწევს და ანუ იმ ენერგიის დანაკლის აღიდგეთ. თუმცა რამდენად ეს კარგია, ეგ უკვე კიდე ცალკე უკვე ვიცით რო არ არის კარგი, ჩანასახშივე ვიცით, თეორიულად. მას რო ვაკეთებთ მაშინაც ვთქვით რო არის კარგი, მაგრამ როდესაც გვჭირდება ტკბილი, ანუ სინამდვილეში გვაკლია ენერგია, ანუ
სხვა საკვებით არ მივიღეთ ენერგია მაგია. ძილში რა თქინდა ეს ენერგია ეგ ვერ გავიგე. ალბათ ეღვიძება მაშინ როდის ენერგიის დანაკლისი აქვს და მაგ დროს უნდა უერთდეს შეიცოს კი. ხარჯვა აშკარად ენერგიის ხარჯვა აქვს. ესე იგი ტკბილი არის ენერგია მეგობრებო. ხო. ენერგია რო გვინდა უკაცრავად? ენერგიის შევსებაც ხო შეგვიძლია ჯანსაღი საკვებით თქვა. აი მოდი ახლა შაქრიანი ტკბილი რო არ მივიღოთ ნამცხვრის სახით მაგალითად ბევრი ადამიანი რა შეება რომ თლიანად იღებს ამას თავისი რაციონიდან. აი არა მე ტკბილს აღარ შევჭამ და ასე შემდეგ ხო? მაგრამ მარც ეს არ არის სწორი, თქვა შეიძლება ამის ჩანაცვლება. მაგალითად აი რო წარმოიდგინე ხილი, ნებისმიერი ხილი არის გლუკოზის შემცველია და შესაბამისად ენერგიის წყაროც არის. შეგვიძლია მას თქვა მოვასხათ ზემოდან არის ხოლმე რაღაც გათქვეფილი ყველის კრემი კეთდება ხილზე ხო ზემოდან თხილი დავაყაროთ დარიჩინი რომ რაღაც ისეთი ვიცით რა ტკბილთან ასოცირების და ეს ყველაფერი შეგვივსებს ენერგიის აი დანაკლისს. იურგი აქეთ იყურება მაინც. ეხა პატარა კვლევა მქონდა, შიდა კვლევა ჩავატარე. და რა უცნაურია, ეხა ტვინი რა არის? ყნოს ერთი რამდენჯერმე და ვამოწმე. რომ ყნოსა მიაქტიურდება. ნერწყვი მაგრამ ტვინი საერთოდ არ, ანუ ტვინი საერთოდ არ უნდა. აი ხა ჩამაყბიჩინო არ ვიგო, მაგრამ აი აქ ვზნობ რომ არის პატარა ზადება. ხო და რა არის? ეგ წარმოდგენაზეც ხო გვაქვს. გიორგი, აბა შენ მითხარ, აი საერთოდ არ მინდა რომ ჩავყბიჩო, უბრალოდ აქ მართლა პროცესი დაიწყო. მე თუ მომცემ აღარ ვიღებ. არა, მართლა დაყნოსი, აბა რას მოგცემს? სად გაგიაქტიურდა, ტვინში თუ პირში? ორივე. ანუ შეგეკუთვნის. აი დაუდი ახლა. არა, აქვს რა. არა. სხვათა შორის ეს მარტო ტკბილზე არ არის, ხილზეც დამართნია მსგავს. ხო, მოკლედ საღამოს იმიტომ გვინდება ეს ანუ გლუკოზი აღდგენილი დღის განმავლობაში არ ვიღებთ იმ რაოდენობა კალორიებს, პროტეინებს, ცხიმებს და ასე შემდეგ. საღამოს ანუ დანაკლისი გვაქვს, შეიძლება აი მე არ შევჭამ ტკბილს, წავედ დავიძინე, ხო? მაგრამ ის მაგრამ მაინც ზუსტად მაგის გამო მეღვიძება მაინც. არა, თან ანუ როგორ ვარ, იცით? როცა ვიცი რომ მაქვს სახლში, ამ ისეთი განსაკუთრებული თან რაც მიყვარს, მაგის გამო ორჯერ გაიგე. ყოველთვის ესე ვაკეთებ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვცდილობ რომ არ ვიყიდო და არ მქონდეს. ან დილას მქონდეს უკვე ნაჯახი და საღამოს აღარ მქონდეს. მაგის გამო აღარ ავდგე და აღარ ჩავიდე. მაგრამ ჩემი რჩევარი ეს. ალბათ ფსიქოლოგიური ენდოკრინოლოგთან მაინც მიდი. მივალ აუცილებლად. არა, სხვადასხვა მე მინდა დავეთანხმო, რომ არის ისეთი ნამცხრები არის, რომ ეს ძალიან მიყვარს ტკბილი და კრემი უნდა იყოს. კრემი უნდა, კრემიანი იყოს. შუ, ნაპოლეონი ორივე. და ის რომ ეგულება ხოლმე, აი როგორ არის წრიალი. ერთი ჩაი რა არის. ის გავლე ლიმნით. ერთსავს ლიმონი. არა, ჩაის მან კარგი ის არის, რომ ჩაის ადუღებ, მაგრამ ჩაის მაინც არ სვამ. აი, შენ ხო ხარ ხორცის მჭამელი? კი. და მეტი ხორცი უნდა ჭამოს, მეტი ცილა? დღის განმავლობაში რა სიღებ, ანუ რა რაოდენობას იღებ? ნუ ეხლა ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორც ვარ და რასაც მოვაწეოთ. ჩავდივართ? ხო, ვერ. სწორად. სრულყოფილად როგორ ვერ, ხო? მაგრამ ალბათ აქედან გამომდინარე არის ზუსტად ეს სიტუაცია. შემდეგ შემოგთავაზებთ, ანუ რა არის ხოლმე, აი ძირითადად სასუსნავი რა გვიყვარს კიდე შოკოლადი. ბატონო. ხო, რაღაცნაირად აი თითქოს ეს არის აღარ მიყვარს, მადლობთ. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში რა ხდება? შოკოლადის მოთხოვნა რო გვიშტება, რაღაცა ეს არის მაგნიუმის დანაკლისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ჩვენი ორგანიზმისთვის და ჩვენ გვჭირდება ის როგორც ენერგიის წყაროც და შესაბამისად ამისთვის შოკოლადს ვიღებთ, მაგრამ ახე შოკოლადი არ არის ისეთი უსარგებლო, თქვათ, ოღონდ ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ იყოს 70%-ზე ნაკლები კაკაოს შემცველობა. ასევე აღნიშნოთ ის, რომ გაუნკლავდეს სტრესს, მაგნიუმი გვეხმარება ამაში და სხვათა შორის შოკოლადიც ამიტომ არის ხოლმე, რომ აი მაგნიუმი თხილთან ერთად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგნიუმის დიდ რაოდენობა შეიცავენ და ჩვენი ორგანიზმი რომ შეივსება მაგნიუმით სტრესთან გამკლავებას უფრო ადვილად შეგვიძლია. ანუ გასაგებია მიზეზი, მაგრამ შოკოლადი თუ არ რა არის, ეხლა შოკოლადს გააჩნია, მაგიტომ ვამბობ, რომ არის ხოლმე შოკოლადები, რომლებიც ძალიან ცოტა რაოდენობით კაკაო შეიცავენ და ძირითადად მათში არის შაქარი, რაღაც მინერალზე, არ გამოგვადგება, ჩავანაცვლოთ ესე ვთქვათ, ისევ შოკოლადი თოღონდ იყოს 70%-ზე მეტი, ანუ წარე შოკოლადი რო არის და თხილი. და მარტო თხილი არ შემივსებს იმ მაგნიუმს. კი, როგორ არა, თხილშიც ბევრი რაოდენობით არის, მაგრამ რადგან ტკბილი გინდება, ხო, აი ცოტა შოკოლადს აქვს ის.
ისება რომ ტკბილი გემოს გაძლევს. აი, მესამე ეს არის წომეული, ფუნთუშეული, პური და ასე შემდეგ. რომელშიც არის დიდი რაოდენობით. ოთხობილები. ხო, დიდი რაოდენობით სეროტონინი. რომელიც არის ჩვენი ბედნიერების, კომფორტის ნეიროჰორმონი, ესე ვთქვათ, რაც სტრესისგან და ასე შემდეგ ვიცავს, ასე ვთქვათ, აი კომფორტულად გვამყოფებს. ჩასაწვეთებელი არ არის ეს სეროტონინი და მე? ჩასაწვეთებელი სეროტონინი არ არის. არა, კარგად რო გვამყოფოთ. რამდენიმე წვეთს მივხვდებს და ეგ არის. თუმცა ამის მისი კომპენსაცია ხო ეხა პურეულში და ფუნთუშეულში ისე პურს და ფუნთუშეულს ვერ ვიმართავთ რა. ომეგა-3 მჟავებით დიდარი საკვები შეიძლება მიგღოთ, რომელიც მერე სინთეზირდება, ან აქედან გამოდის მერე სეროტონინი, ან ჩვენივე ორგანიზმში წარმოქმნათ, ესე რომ ვთქვათ, ეს სეროტონინი და ამის ეს ვთქვათ ალტერნატივა სელის თესლი და ეს სეზამის მარცვლი. Okay, ნახე რა, კაი. სალათებს უხდება სალათებს გადასარევად, კი. ხორცაც უხდება. ხორცაც უხდება და რა. ხორცაც უხდება. სეზამი უხდება? კი, თუ ცოტა აზიური მასში აკეთებ, სეზამის. აზიურში, კაია. ეს როგორი ცომია, ეხლა მაინტერესებს. მე მიყვარს ესეთი, იცი როგორი მიყვარს, ჩაკვიცო კბილები რო ატყვია ზედ, ხო იცი აი? ესე რო შევა, აი ეგეთი მიყვარს. შიგით კრემიც აქვს. თქვენ რა გითხარით? გასკერჩი. არა ერთი წამი ეს არის შენი სიყვარული თუ არა? კარგი პონჩიკი. როგორ თქვა? მე გაგიტეხო? არა, მართლა ერთი წამი გადავტეხავ ხო და გიორგის მიწოთ, აბა ჩაკბილ. ის არა ის ის თავისთვის აქვს შენახული. მართლა აი კუცი, აი ეს თუ არის ეგეთი, რომ კბილები ჩარჩეს. აი ნახე და ეს ნელა იშლება ვგირდები ამაზე. ვერ ავიგრძალავ ნამდვილად. ნახე რა კარგია. აი ეს არის მე მგონი მე უბრალოდ ეს მომწონს. კბილები რო ხამის გემო ძალიან მომწონს თქო არმა. მოდი მაშინ გადავიდეთ შემდეგ სასწაულზე, ხო, აი ეგ არის მარილიანი საკვები. ანდوار მეხალ ხო? ხო, რომელიც ყველას გვიყვარს კარტოფილი ფრი. არა მარტო, დავამატეთ მარილიანი კრეკერები, რაღაც ხილები, მე ყველაფერი მომწონს მარილი. ხო, არა, მე მარილიანი უფრო მომწონს, კი. მეც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ამაკლია. ნახეთ, აი დავაწერეთ დეჰიდრატაცია. რა? ხო. ანუ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში არის სითხის და ეს ნაკლებობა, გვიბიძგებს ჩვენი ორგანიზმი, რომ მივიღოთ აი ესეთი სასუსნავი და ამას შემდეგ დავაყოლოთ წყალი. ანუ მარილიანი რომ მოხდება პირში ხუთი სიამოვნეს. შეპარვით გეუნება ეს ორგანიზმი, რომ წყურია შენ გენაცვალეო და გთავაზობს წვინი მარილიან საკვებს, რომ მე ამ ორგანიზმმა მიიღოს რაც უნდა. შეხედე შენ. კი. არა, არ კარნახობ შენ? წყალი არა, სანამ არ მორჩები მთლიანად, მანამდე წყალს ვერ მივიღებ. მაგრამ ის გიყვარს. მაგრამ მე შეიძლება ერთი სიტყვა ნახევარი ისე თავლიო. ხო, ახლა კაფრის მიღების დროს, როგორც თქვით, უნდა გავანეიტრალოთ წყალი, უნდა მივაყოლოთ რაღაც ესეთი პროდუქტი, რომელშიც არის ბევრი წყალი. რაღაცა იქ ტრინი, ახური, ან 95% წყალია და მასში ასევე ის ნატრიუმი, კალიუმი, ის მინერალები შედის და გააკეთებს ნეიტრალიზაციას იმ ჭარბი მარილის და თან ბალანსს გააკეთებს და თითქმის არ იქნება ზეწოლა და გადასროლა. გიორგი, რა გამოიკვეთა შენ უფრო ენერგია გაკლია მაგნიუმი, ომეგა-3 თუ წყალი? რა თქმა უნდა ენერგია. ეს ენერგია გჭირდება. მაინც მაქეთ მივდივარ, იმიტომ რომ ჩემი ყოველდღიურობა ჩავთვალოთ ესე ხამე მსგავსი პრობლემები. რას ფიქრობ ახლა? აი ამ ცნობებმა, რომელიც შეიძინე, შეგიცვალა რაღაცა იმ თვალსაზრისით, რომ შენც რაღაც ცვლილებები დაიწყო თუ პირველ რიგში ცვლილება იქნება კი აუცილებლად ექიმთან და გავესინგები და შევეცდები მაქსიმალურად, რომ თავი შევიკავო. ალბათ ჩემი ალბათ დაწუნებულის ვარ საკუთარი თავის ჯანმრთელობისთვის ადამიანმა ძალიან ბევრი რამ უნდა დათმოდა. დავიწყებ აქედან. გიორგი, იცი რა არის? იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ შაბათს და კვირას მე ვუყურებ ხოლმე ნამდვილი ექიმის გადაცემას. ჩემ და უნებურად ხდება ისე, რომ წვეთ რაღაცები იცვლება, იმიტომ რომ ინფორმაცია მე აღარ მასვენებს, რომ რაღაცა არ წავიყვანო იმისით და ეხლა აი ამ ნაცვლის ტესტირების რო არის, ტვინმა მიიღო ეს ინფორმაცია, აქ არ უნდა, საერთოდ არ უნდა. უბრალოდ ეთყობა ეს ფიზიოლოგიური რეცეპტორები მუშაობს, მაგრამ ეს მერე წვეთს რაღაცებს, ხო და აქედან გამომდინარე როგორც ჩანს, მე წყლის საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჩემი ესე ვთქვათ, ჩემი ანამნეზი რო ავკრიფოთ ამ თვალსაზრისით, წყლის დანაკლისი მქონია. და მაგასაც მივხედავ და შევიცვალოთ ადგილები, ხა მე მაქით გადმოვარდა. ადგილების ცვლილება, არ ვიცი რამდენად დაგვეხმარება, მთავარია ის ცვლილება გავუკეთოთ, რაც თურმე
აქ აღმოსაჩენად ასე თვალსაჩინო იყო დღევანდელი ეთერის მეშვეობით და მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. გიორგი, მადლობა შენ რომ მოხვედი. მე მინდა რომ კარგად გეძინოს, იმიტომ რომ ენერგია გაკლია, გესმის და ნამსხვრევით კი არა, კაი ძილით უნდა შევიცო და მე დღისით კაი გემრიელი საჭმელებიც თხოვე შენს ულამაზეს მეუღლეს. და გაგიკეთებს რა პრობლემაა, ისე უყვარ ხარ მაგალითად? ხო და რაც შეეხება ჩვენს ამბავს, რა ვიცი, მე მგონია რომ ისეთი პირადი მაგალითი შეიძლება ვიყო თქვენთვის როგორც ადამიანი, რომელიც ცვლის ჩვენი გადაცემებით რაღაცებს და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა თქვენი მოცემული რჩევებით. ძალიან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი მართლა და სასიამოვნო არის, როდესაც ჩვენზე თითოეულ სტუმარზე, ადამიანზე, ვინც გარეთ ცხოვრობს და ვერ ახერხებს სამწუხაროდ ექიმებთან მისვლას, თქვენი მეშვეობით, ამ ტელევიზიის მეშვეობით რაღაცებს ინფორმაციებს ღებულობს და ეს ნამდვილად კარგი არის და მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა.